სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. მოიწია მარხვა დედა უმანგოებისა. რა სწორად უწოდებს წმინდა საგალობელი მარხვას დედას უმანგოებისას. რამე თუ არაფერი ისე არ განაწყობს უმანგოების შებრალვისაკენ, როგორც ნაყრუანება და მემთვრალეობა. მაგრამ არა მარტო ამ ერთ სქესობრივ მიწეობაზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც ქება დიდებას ვუძღვნით მარხვას. არსებობს უმანგოების სხვა ფორმაც, სულიერი უმანგოება. ეს სისუფთავია გულისა და ამ მიზნისკენ, გულის სისუფთავისკენ განგვაწყობს კიდეც ჩვენ მარხვა. მე რასაკვირველია ვიცი, რომ ყოველთვის ვერ შეძლებთ ისეთი სამარხო საკვების მოძიებას, როგორსაც ისურვებთ. რას ვიტყვი ამის თაობაზე? ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის, რაც თქვენს ბაგეებში შევა, არამედ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თქვენი სულიერი განწყობა, თქვენი დამოკიდებულება მარხვის მიმართ. რადგანაც თუ კი არ გაქვთ სამარხო საჭმელი და იძულებულნი ხართ მიირთვათ ყველაფერი, რაც კი შეიძლება, რომ გაგაჩნდეთ, მაშინ ამისთვის ღმერთი არ განგსჯით. მაგრამ თუ კი აგდებული დამოკიდებულება გექნებათ მარხვის მიმართ, თუ კი არ გექნებათ განზრახვა და სურვილი მარხულობისა, განისჯებით ღმრთისაგან. რამე თუ ღმერთი აფასებს არა მარტო ჩვენს კეთილ საქმეებს, არამედ ყველა ჩვენს კეთილ განზრახვასაც. ის ხედავს თქვენს გულს და თუ კი იხილავს მწუხარებას იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ მარხვის შენახვა, მაშინ ამ მწუხარებას ნამდვილ და ჭეშმარიტ მარხვად შერაცხავს. რატომ უნდა მიუდგეთ მარხვას დიდი მოკრძალებით? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მარხვა დაწესებულია თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. და რა კი მან დააწესა, მაშასადამე ეს მნიშვნელოვანია, ეს წმინდაა. ამას პატივი უნდა ვცეთ მთელი გულით, უნდა შევასრულოთ მისი სიტყვები. ერთხელ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა უფალ იესო ქრისტეს უსაყვედურეს, რომ მისი მოწაფეები არ მარხულობდნენ. მათ ეს ამბავი რჯულის დარღვევად ჩათვალეს და ამაზე მიუთითეს ქრისტეს. უფალმა კი ასე უპასუხა მათ: ხელმეეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათთანა არ სიძე. სანამ მათთან არის სიძე, არ ძალუძს მარხულობა. მოვლენან დღენი, რა ჟამს ამაყდეს მათგან სიძე იგი და მაშინ იმარხვიდნენ. უფალმა მაშასადამე თავისი მოციქულებისთვისაც დაადგინა მარხვა და რაც მოციქულებისთვისაა დაწესებული, ის დაწესებულია ყოველი ჩვენგანისთვის. და უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ მოგვცა უდიდესი მაგალითი მარხვისა, როდესაც იუდეის უდაბნოში იმარხულა უმძიმესი 40-დღიანი მარხვა. მისი წმინდა მოციქულებიც იცავდნენ მარხვებს. საქმე მოციქულთაშიაც ვკითხულობთ, რომ მოციქულები ხელს ასხამდნენ მათ მიერ ქრისტეს შემოსილებს პრესვიტერებად მხოლოდ მარხვის შემდეგ. ისინი პრესვიტერებად ხელდასხმისთვის მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ. ისინი, ვისაც არ სურს იმარხულოს, ვინც არაფრად მიიჩნევს მარხვას, თვალთმაქსურად ამბობენ: განა ჩვენ საკვებით ვაამებთ ღმერთს. მას საკვებით კი არ უნდა ვაამოთ, არამედ კეთილი საქმეებით. მაგრამ კეთილ საქმეებს ისინი იმგვარადვე არ სჩადიან, როგორადაც არ იცავენ მარხვას. ისინი მიუთითებენ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებზე: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. მაგრამ განა შეგინებასა და შებილწვაზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც ვთავაზობთ მარხვის შენახვას. რა თქმა უნდა არა. ეს სიტყვები უფალმა სწორედ მაშინ თქვა, როდესაც მას ფარისევლები ყვედრიდნენ, როდესაც თქვა, რომ მისი მოწაფენი იმარხულებენ, როცა სიძე განეშორება მათ. ეს სიტყვები ითქვა მხოლოდ იმისთვის, რომ ემხილა ამაო სიბრძნე ფარისეველთა და მწიგნობართა, რომლებიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჭამის წინ ხელების ბანას. მან ბრძანა, რომ ვერავითარი უწმინდურება პირში საკვებთან ერთად შემავალი და მაშასადამე უწმინდურებას დაუბანელ ხელთაგან ვერ შეძლებს ადამიანის შებილწვას. რამე თუ ყოველივე განიწმინდება საჭმლის მონელების პროცესში. კარგი და სასარგებლო შეითვისება, ხოლო არასაჭირო და უვარგისი გარეთ გამოიდევნება და ამგვარად განიწმინდება ყოველი საკვები. ის პირმოთნენი, რომელიც ცდილობენ წმინდა წერილის სიტყვებით გაამართლონ მარხვისადმი თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება,
ის სექტანტები, რომლებიც უგულებელყოფენ მარხვას, ლუთერანები, უარმყოფელნი მისი, მომარხულენი, არა იმგვარად, როგორც ბრძანებს ეკლესია, არამედ წელიწადში მხოლოდ 2-3 დღეს რომ იცავენ მარხვას. ყველა ისინი საკუთარი თავის გასამართლებლად იმოწმებენ ქრისტეს არა მარტო ამ სიტყვებს, რომლებიც მე ახლახან განგიმარდებ, არამედ მოიყვანენ ხოლმე წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებსაც. და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებით და გულის სიტყვითა, რომელსამერ წამ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამთ. ჭამელი იგი არა მჭამელსა მას ნუ შეურაცხყოფ და არა მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ. რამე თუ ღმერთმან იგი შეიწყნარა, შენ ვირ ხარ, რომელი განიკითხავს ხვისა მონასა. თვისი საუფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამე თუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა. აი წმინდა პავლეს ამ სიტყვებს შეცდომით მარხვის უარყოფად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ პავლე მოციქული მარხვას მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მართალია კი ეს, საერთოდ არ არის მართალი. რამე თუ წიგნიდან საქმე მოციქულთა ჩვენ ვიცით, რომ პავლე მოციქული თავად იცავდა მარხვას. როდესაც იგი დიდი გაჭირვებით მიცურავდა რომისკენ, მაშინ ზამთარი იდგა და ვკითხულობთ და ვითარცა მრავალი ჟამი წარხდა და იყო ღა ნავი საცდომელ სავალად, რამე თუ მარხვანი წაროდენ სრულიყვნენ. ამცნებდა მათ პავლე და ეტყოდა, კაცნო ძმანო, ხედავ რამე თუ ჭირიდა ზღვევაი მრავალი ყოფადარს ახლა ხოლო თუ ტვირთისა და ნავისაი, არამედ თამნიცა ჩვენი წარწმედად არიან ნავისათან. ხედავთ, იგი მარხვაზე საუბრობს, რომელიც უკვე დასრულებულია. ის თავადაც მარხულობდა. ამის შესახებ არაერთ მითითებას ვხედავთ მის ეპისტოლეებში. აი მაგალითად, კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა მოციქული საუბრობს მასზე, თუ რამდენი ტანჯვა და უბედურება გადაიტანა ქრისტეს ჯულის გადაგებისას. ვიამბობს, რომ მრავალგზის ცემას გაუძლო, სამჯერ ჩაეძირა ნავი, უამრავი ხიფათი ემუქრებოდა, შრომას, მღვიძარებას, შიმშილს, წყურვილს იტანდა და მარხულობდა. ვინ გაბედავს და იტყვის, რომ მოციქული არ მარხულობდა. სექტანტების და ლუთერანების მსგავსად ვინ გაკადნიერდება და მოციქულის სიტყვებს მარხვის უარყოფად მიიჩნევს. ამრიგად, მარხვა თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დადგენილია და მას ქრისტეს წმინდა მოციქულები და ეკლესია იცავდა. როგორია მარხვის მნიშვნელობა და ძალა? რა მნიშვნელოვანი და როგორი აღმატებულია იგი? ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იონა წინასწარმეტყველის წიგნში ვკითხულობთ, რომ უფალმა უძველესი დიდებული ქალაქის ნინევიის განადგურება განიზრახა, მაგრამ ამ სასჯელის აღსრულებამდე უფალმა ნინევიაში იონა წინასწარმეტყველი გაგზავნა, რათა მათ ქალაქის მცხოვრებლებისათვის ღვთის სასჯელი შესახებ ემცნო და მათთვის სინანულისკენ მოეწოდებინა. იცით რა მოხდა? ნინევიელები იონას ქადაგებამ შეაძრწუნა. ისინი უმალ გონს მოეგნენ, წოდები შეინანეს და უკეთური ცხოვრების შეცვლა განიზრახეს. თავად ნინევიის მეფემ გასცა განკარგულება მთელ მოსახლეობას და პირუტყვსაც კი 3 დღის განმავლობაში მარხვა დაეცვა. თვითონ მეფე ძაძით შეიმოსა და თავზე ნაცარი დაიყარა. ხალხმაც სამოსი შემოიფლითა, ნაცრით დაიფარა და 3 დღე სრულყოფილად იმარხულა. შედეგად რა მოხდა? ასეთი მარხვის და გულწრფელი სინანულისთვის უფალმა შეიწყალა ნინევია და სასტიკი განაჩენი თავიდან აარიდა. ხედავთ, მარხვამ და ლოცვამ დიდებული ქალაქი განადგურებისაგან იხსნა. ასევე ცალკეულ ადამიანს ძალუც სინანულითა და მარხვით გადაირჩინოს სული, რამე თუ მარხვა განსაკუთრებით განგვაწყობს სინანულისკენ. როდესაც სუფრას მიუსხდებით, რომელზეც მწირი საკვებია, გავიხსენებთ თუ რას ემსახურება ყოველივე ეს, სინანულს, ჩვენი მრავალი ცოდვების გამო. ისინი, ვისაც მარხვა არ სურს, მის დაწყებას გაღიზიანებულები და უკმაყოფილოები ხდებიან. მე კი შეგახსენებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს, რომლებმაც ეშმაკეული ყრმა ვერ განკურნეს და ამის მიზეზი ჰკითხეს მოძღვარს, მან ამ სიტყვებით მიუგო. ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, განნა ლოცვითა და მარხვით. ხედავთ, რამხელა ძალა გააჩნია მარხვას. ის ეშმაკებს განდევნის. ისინი გაურბიან მარხვას, ვერ იტანენ მას. ნუ თუ ჩვენ შორის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეშმაკთა მსგავსად ზძაგს მარხვა. არ მოიძებნება.
შევიყვაროთ წმინდა მარხვა, შევიგრძნოთ მისი უდიდესი ძალა და მძლავრი დაცვა ბოროტის ყოველგვარი საცდურისაგან. გულის სიღრმემდე ვირწმუნოთ, რომ მარხვა დედაა უმანკოებისა, არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი უმანკოებისაც. მათ, ვინც გულდასმით კითხულობს წმინდა ცხოვრებას, წმინდანთა ცხოვრებას, იციან თუ რამდენად მიუღწეველია ჩვენთვის იმგვარი მარხვა, როგორსაც წმინდა და ღირსი მამანი და დედანი იცავდნენ. ისინი მუდმივად მარხულობდნენ. მათთვის არ არსებობდა სახსნილო დღეები. მრავალი მათგანი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა. ყოველივე ეს ალბათ სახიფათოდ მოგეჩვენებათ. ეს როგორ მარტო პური და წყალი, ვიტამინების გარეშე. დიდ წმინდანებს არასდროს სმენიათ ვიტამინების შესახებ და მიუხედავად ამისა, ასეთი მკაცრი მარხვის პირობებში 100 წელიწადსა და მეტხანსაც ცოცხლობდნენ. რამე თუ ღვთის მადლი გაცილებით უფრო ძლევამოსილს ხდიდა მათ სხეულს, ვიდრე ჩვენი რჩეული კერძები, რომლებზეც აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მიზეზი ხდება. ხშირად თავის ტკივილისა და პოდაგრასაც იწვევს. ამ სნეულებებს სრულებით არ იცოდნენ ის წმინდანები, რომლებიც მძიმე მარხვის პირობებში ცხოვრობდნენ. ამრიგად, ნურავინ დაეჭვდება, რომ მარხვა უფლის კალთის ქვეშ არათუ გვავნებს, არამედ პირიქით სულიერად და ხორციელად განგვამტკიცებს. თქვენ არ ძალგით წმინდანები ვით იმარხულოთ, მაგრამ შეეცადეთ, რომ ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები დაიცვათ. ამას თქვენ შეძლებთ, ვალდებული ხართ, რომ შეძლოთ. და თუ ამ ვალდებულებას უარყოფთ, ვაი თქვენ. უფალი ყოველი ბერისათვის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ეს სახარების საკითხავიდან შეიტყვეთ, ვიბრძანებს, რომ ფარისეველთა მსგავსად არ ვიმარხულოთ. ხალხის დასანახად მჭუნვარე სახით არ ვიდგეთ მარხვისგან დათრგუნვილები, რათა მათი შექება დავიმსახუროთ. არა, ასეთი მარხვისკენ არ მოგვიწოდებდა უფალი. მან გვიბრძანა, რომ არა ადამიანთა, არამედ ღვთის დასანახად ვიმარხულოთ. პირი დავიბანოთ, ზეთი ვიწყოთ და მხიარული სახითა და ნათელი თვალებით ვეჩვენოთ ხალხს. ამგვარი მარხვისთვის, რომელიც მხოლოდ ღმრთისთვისაა გაცხადებული, ქრისტეს კურთხევას მივიღებთ. და ღვთის მადლი მოჰპენოდეს თითოეულ თქვენგანს, ვის გულშიაც დღეს ჩემი სიტყვები ჩაიბეჭდა. და მიიღოთ საზღაური ეკლესიის განაწესისა და მარხვის ერთგულებისათვის, არა კაცთაგან, არამედ ღმრთისაგან. არა მხოლოდ ამ მხრივ არის საყურადღებო მარხვა, მისი უდიდესი მნიშვნელობა თავშეკავების წურთნაში მდგომარეობს. როდესაც მარხვაში აკრძალული საკვებისაგან თავს შევიკავებთ, ნებისყოფას აწრთობთ და თავშეკავებას ეჩვევით. განა ცოტა რამ არის ამ ქვეყნად ისეთი, რისგანაც თავის შორს უნდა დავიჭიროთ და აკრძალვა დაუწესოთ. და თუ მარხვისას მიეჩვევით, რომ მუცლის სიმსუნაგე ალაგმოთ, ეს იქნება მარტივი გზა იმისაკენ, რომ მომავალში ყველა თქვენი ვნება და ავხორცობა, რომელიც ცოდვათა უმეტესობის სათავეა, მოთხოვოთ. ყოველი დიადი საქმე უზარმაზარ ძალისხმევასა და თავდადებულ შრომას მოითხოვს და სწორედ დიდმარხვის დროს ამიტომაც მოგვიწოდებს წმინდა ეკლესია მუცლის მოთოქისაკენ, რათა ავხორცობის ალაგმოც ვისწავლოთ, რადგან სულთან მებრძოლი ავხორცობა უამრავი ცოდვის საწყისია. წმინდა ლუკა ყირიმელი შეგვეციოს, ყველა ღირსი მამა, რომლის ხსენებაც გუშინ ჩვენ აღვასრულეთ დიდი მარხვის ღირსეულად გატარებაში. ეს ბოლო 2-3 აბზაცი, რომელიც კითხულობდით, კიდევ ერთხელ მინდა რომ სულ მოკლედ გავიაროთ. პირველ რიგში ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, აი საკითხი დგება ხოლმე, რომ აი მარხვა ჯანმრთელობას გვიზიანებს. და ბევრი ადამიანი სულწრფელად წუხს ხოლმე ამის შესახებ და განსაკუთრებით მოზარდ ბავშვებთან დაკავშირებით ხოლმე გამოითქმის ეს წუხილი, რომ აი როგორ შეძლებს, მე რა თქმა უნდა გულისხმობ იმ ასაკში 14, 15, 16, 17 წლის ბავშვები, რომ აი როგორ შეძლებს, მოზარდია, სწავლობს, მეცადინეობს, რანაირად შეძლებს მარხვას და
მშობლები ძალიან ნერვიულობენ ხოლმე. აი წმინდა ლუკა სწორედ ამას გვეუბნება, რომ ვიტამინებზე გაცილებით მნიშვნელოვანია სულიერი სიჯანსაღე ადამიანის და ღვთისწყალობა გაცილებით მეტია ვიდრე ვიტამინები. და თუ ადამიანი გულწრფელად ისწავლის მარხვის დაცვას და საკუთარ თავს აუკრძალავს იმას, რასაც ეკლესია უკრძალავს მარხვაში ადამიანს, ასეთი ადამიანის ჯანმრთელობა არათუ არ დაზიანდებაო, წმინდა ლუკა ამბობს, არამედ პირიქით, უფრო მტკიცე გახდებაო. ეს სიტყვები მით უფრო საგულისხმოა და დასაჯერებელი ჩვენთვის, რომ წმინდა ლუკა ჩვენ ვიცით, ის იყო მოქმედი ექიმი. ეპისკოპოსობაშიც კი ის განაგრძობდა ექიმობას. მისი ნაშრომები დღესაც კი სამაგიდო წიგნად ითვლება სეფსოლოგიაში, სეფსისების კურნალობაში და ჩირქოვანი და 1000 ძალიან ცნობილი ექიმი იყო. კომუნისტების დროს მოღვაწეობდა 50-იან წლებში თუ არ მეშლება. და სწორედ ეს ადამიანი ამბობს ამას, ამიტომ მისი სიტყვები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და სარწმუნო უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის. და არამც ბავშვებს არ უნდა ავარიდოთ მარხვა. პირიქით, რაც შეიძლება პატარა ასაკიდან უნდა შევაყვაროთ მათ მარხვა. თან საოცარი რა არის, იცით რომ აი ძირითადად ზრუნავთ ხოლმე და გაგვახსენდება ბავშვების ჯანმრთელობა მარხვის დაცვის დროს, მაგრამ სხვა დროს, თქვათ, მაკდონალდში რომ გავატარებთ და საწამლავს ვაჭმევთ, იქ ან კოკა-კოლას ვასმევთ, ან 1000 რაღაც საშინელებას ვაჭმევთ, მაშინ ამაზე არ ვზრუნავთ. ძირითადად. მაინდა-მაინც მაშინ გაგვახსენებს ხოლმე ბოროტი ბავშვების ჯანმრთელობას, როდესაც მათ სულებზე უნდა ვიზრუნოთ. და რატომ ამბობ ამას? ნახეთ როგორ ამთავრებს წმინდა ლუკა თავის დღევანდელ ქადაგებას, რომ ცხოვრებაში რამდენი რამაა, რისგანაც ადამიანმა თავის შორს უნდა დაიჭიროს. და რამდენი რამაა, რისგანაც ესე ვთქვათ, ადამიანმა თვითონ უნდა ისწავლოს, ესე ვთქვათ, რაღაცეებზე უარის თქმა, საკუთარ თავზე რაღაცეების აკრძალვა. უამრავი რამ არის, ხო ესეთი. ცხოვრებაში თუ ადამიანს უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს, თუ სულიერს, თუ მატერიალურ წარმატებას. და თუ ადამიანი ბავშვობიდანვე არ მიეჩვევა საკუთარი თავისთვის რაღაცეებზე უარის თქმას, ის დასრულობაშიც ვეღარ მოახერხებს ამ ყველაფერს. და მე იმიტომ არის, რომ ჩვენს გარშემო ხედავთ ამდენ მავნე ჩვევებს, რომლებიც არის ახალგაზრდობაში გავრცელებული. არა მარტო ახალგაზრდობაში. იმიტომ რომ მათ ბავშვობიდან არ ისწავლეს თავშეკავება. ბავშვობიდან არავინ არ ასწავლა სამწუხაროდ, რომ ყველაფრის მიღება, ყველაფრით, ესე ვთქვათ, მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრი და მხოლოდ დღეს მე კარგად ვიყო და ეხლა რამე სიამოვნება, ეს საზიანოა. ამიტომ არის ეს, სხვა კი არაფრის გამო. ამიტომ არის, რომ აი ბევრგან უბანში, სადაც არის ეს სამწუხაროდ ეს მეტადონის ცენტრები, ესე იგი რიგები დგას, აი გული მოგიკვდება. რიგები დგას ახალგაზრდა ადამიანების. რამდენი ადამიანი არის აი ამ ვნებას დამონებული. თან ცუდი ადამიანები კი არ არიან. აი კარგი ვაჟკაცები ისეთი. ზოგიერთი მათგანი რომ სამაგალითო იყო, აი თქვათ, ჩემ უბანშია ერთ-ერთი ასეთი ცენტრი და გავლისას ცნობ ხოლმე ადამიანებს. აი სამაგალითო ვაჟკაცები რო იყვნენ. და ხედავ სადამდე მიიყვანა სიამოვნებაზე დამოკიდებულება. ეს ადამიანები. ეხლა ასე ძაფრ შედარებას რატო ვაკეთებ, იმიტომ რომ საჭიროა რომ დავინახოთ ეს ყველაფერი და მარხვა საწინდარია იმისა, რომ ადამიანი მიეჩვევა საკუთარ თავს უარი უთხრას. კი, შეიძლება მე დღეს ეს მსიამოვნებდეს, მაგრამ არა, ეს ჩემთვის არ არის სასარგებლო, ამიტომ მე ამაზე უარს ვიტყვი დღეს. ამას რომ მიეჩვევა ბავშვი პატარაობიდან, მერე გართობა რომ მოუნდება მაშინ, როდესაც უნდა იმეცადინოს, იოლი იქნება მისთვის ახსნა იმისა, რომ არა, ეხლა მეცადინეობის დროა, გართობა სხვა დროს.
ეხლა ვთქვათ, მუშაობის დროა, გართობა სხვა დროს. ეს ყველაფერი ერთი მეორესთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ აღნიშნავს წმინდა ლუკა ყირიმელი და ამბობს, რომ რამდენი რამეა ცხოვრებაში, რაზეც უარი უნდა თქვა ადამიანმა, თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიოს, სულიერს თუ მატერიალურს. და ამაში გვეხმარება მარხვა. ერთმა შეგვაძლებინოს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ შევძლოთ სულისთვის სასარგებლო მარხვა. უფალმა დაგლოცოთ და დავყვეთ.